ამას ყველაფერს გეუბნებიან, რომ დაყრუვდი, დაბრმავდი, ბრმა ხარ, ყრუ ხარ, აი ეს არის, გინდა თუ არა ეს არის, გინდა თუ არა აი როგორი წარმატებული ქვეყანა გაქვს და ამ დროს გვერდზე ხედავ, ჩამოდივარ ჩემ პატარა ქუჩაზე, რომელზედაც ორ კვირაში ყოველ გზაში ვეუბნებოდი, რომ ყოველ ორ კვირაში თითო პატარა მოხუცი ჯდება. უკვე ყოველდღიურად ადრე მე მახსოვს კომუნისტების დროს ერიდებოდათ ხალხნო, სოფლებში არ ხდება მათხოვრობა ეს ქალაქში რას ვხედავთ, ერიდებოდა და ძალიან ადრე გამოდიოდნენ, თუ ვინმე იყო მათხოვარი, რომ სხვას არ დაენახა. რომ ის იქექებოდა ნაგავში, ეხლა დღისით გამოდიან, იმიტომ რომ იმდენად შიათ და იმდენად წყურიათ, ბოთლებს აგროვებენ, საჭმელს აგროვებენ, ეს ჩვენს თვალწინ ხდება. ვეუბნებიან, რომ გინდა თუ არა შენ არ გიყვარს, რამდენ 1000 ადამიანს გვეუბნებიან, ხალხო, შეურაცხყოფას გვაყენებენ, როცა ლაპარაკობს ერთ ადამიანზე ეს გიჟი გადარეული, ლაპარაკობს მთელ ერზე, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ მოყოლებული ოზურგეთიდან, ქუთაისის ამდენ ხალხს გვეუბნება, რომ არა თქვენ არ გიყვართ თქვენი ქვეყანა, მაგას უყვარს ყველაფერი, თავისთვის გაიკეთეს ეს ყველაფერი. ისა რა ქვია, კარგად მოიწყეს ცხოვრება. სიღნაღი თავისთვის გაიკეთეს. გვარელი. ყველაფერი, ტბები, სასტუმროები, ეს კომფორტი. ამ კომფორტის შემდეგ, აი ახლა მე ვცხოვრობ იქვე თამარ მეფის გამზირზე, გვერდზე მაქვს აღმაშენებელი. დიდის ამბით გახსნეს, ლენტი გახსნეს, ხალხო, რა ხდება, უამრავი ჩემი ახლობელი ცხოვრობს, ეგ არის ყველაზე მოჩვენებითი. შიგნით ამ გაკეთებული იმის შიგნით შედიხარ და ჩამონგრეული. აი ეს რომ გარედან ყველაფერი, ესე ყალბი ყველაფერი ხალხო. ერთადერთი მეც თქვენნაირად, რომელიც რა მე მინდა, მეც ისე თქვი ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც არ გვეცოდინება. არც ministris სახელი, არც იმისი გვარი, არც იმისი ცოლის, არც იმისი საყვარლის, არავისი. ხელოვნება არ უნდა, თეატრი არ უნდა, არაფერი არ უნდა. მთელი ქვეყანა შოუ ხალხო, ამათვის ამოსავალი არის აი შოუ, რაც ხდება და ჩვენ გვინდა რომ გადაგვაქციონ მასხარებად ფაქტიურად. არიან ფანატები, არიან იმა დავანებოთ თავი. არიან ფანატები, მიშას ქალები, რომლებიც აფანატებენ მიშაზე ყოველ წუთში. არის ეს მოწოდებები, არის ღვთისყალობით, რაღაცა ერთ-ორ წელიწადში, აი თვითონ ეს მერყები, ისეთი ადამიანებიც მიხვდებიან ამას.